კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია კასპერსკი წარმოგიდგენთ ბიზნეს გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი ორშაბათს და ხუთშაბათს 15 საათზე რა გამოწვევების წინაშეა ბიზნესი საქართველოში კრიზისიდან გამოსვლის გზები ახალი რეალობის პირობებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების კომპეტენტური აზრი და გადაწყვეტილებები პირდაპირ ეთერში ორშაბათს და ხუთშაბათს 15 საათზე მომავალი თაობის ბიზნესი ჩვენ ებურზე კასპერსკი გააქტიურე მომავალი Salve, ძვირფას რადიო მსმენელებო, უსმენთ ჩვენ ებურს, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ. დღესაც რა თქმა უნდა გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი დაგვიბრუნდა. ჩვენ საუბრობთ ქართულ ბიზნესზე, ვეხებით სხვადასხვა სფეროებს და ვიხილავთ იმას, თუ რა ვითარებაა ქართულ ბიზნესში პანდემიის შედეგად, რა გამოწვევები დახვდა სხვადასხვა სფეროს და როგორ უმკლავდება ქართული ბიზნესი იმ გამოწვევას, რაც სოფლიო დონეზე დადგა და ჩვენთანაც არ არის საქართველოს არ არის გამონაკლისი. ამ შემთხვევაში დღეს შევეხებით ივენთების ორგანიზებას, რაც განსაკუთრებული, ესე ვთქვათ, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, როგორც ტურისტული, სარესტორნო და კვების ბიზნესი, ზოგადად და გართობის ბიზნესი. რა თქმა უნდა, ივენთის სფეროც სამწუხაროდ დარტყმის ქვეშ არის. თუმცა საკმაოდ საინტერესო ბიზნეს მოდელზე ვისაუბრებ დღეს, მოდელზე, რომელიც არც თუ ისე ეს ბიზნესი კონკრეტულად არც თუ ისე დიდი ხანი არსებობს, თუმცა ძალიან საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე ადამიანების მიერ შეიქმნა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო შესავალი და პირდაპირ სტუმართან გადავიდე სიტყვით. ეს არის კომპანია Gatsby, რომელიც გახლავთ ივენთების ორგანიზატორი, ორგანიზება არის მისი პროფილი, გაფორმება, ფოტო, ესე ვთქვათ, სივრცის მოწყობა და ასე შემდეგ, ყველაფერი რაც დაკავშირებულია ივენთებთან, რასაც არაერთხელ ქონია ჩვენ შეხება მეგობრებო, მით უმეტეს ქართველებს გვიყვარს, ასე ვთქვათ, აღნიშნვა სხვადასხვა დღესასწაულების, სხვადასხვა ფორმით და შესაბამისად, სწორედ ეს კომპანია არის ერთ-ერთი მოთამაშე, საკმაოდ სერიოზული და პროგრესული, მე თამამად ვიტყვი ამას და იმედი მაქვს რეკლამაში არ ჩამოთვლება, იმიტომ რომ, რატომ ამაზე ჩვენ ახლა ვისაუბრებთ სწორედ პირდაპირ ეთერში. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი სალომე ხუხი არის დღეს ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით სალომე. მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მადლობა, მინდა მსმენელსაც მივესალმოთ და მადლობას გიხდით სტუდიაში მოწვევისათვის. მადლობა თქვენ, რომ ესეთ ვთქვათ რთულ პერიოდში გადაწყვიტეთ მოსვლა ჩვენთან. ჩვენ რა თქმა უნდა დისტანციას ვიცავთ, ვიყენებთ პირბადეებს, ეთერში არ გვჭირდება, იმიტომ რომ დისტანცია საკმაოდ დიდია, თუმცა ყველას მოგიწოდებთ ისევ და ისევ დისტანციისკენ და პირბადის გამოყენებისკენ, ვინაიდან სიტუაცია საქართველოშიც უკვე საკმაოდ რთულია პანდემიის კუთხით ვამბობ, რა თქმა უნდა. სალომე, სასიამოვნოა, რომ ესეთ საინტერესო კომპანია დაარსეთ, დააფუძნეთ და წარმოადგინეთ, თუმცა ერთი დეტალი, რაც ალბათ ძალიან ბევრ სირთულეს უკავშირდება, თქვენმა კომპანიამ ფუნქციონირება დაიწყო 2020-ის სექტემბერში, ანუ ასე ვთქვათ, შუა პანდემიაში მოგიწიათ მუშაობის დაწყება. მოდით ჯერ თავიდან დავიწყოთ, საიდან გაჩნდა იდეა, რას ნიშნავს კომპანიის სახელწოდება Gatsby, რატომ მაინც და მაინც Gatsby დავარქვით და იდეიდან საქმემდე რა გზა გაიარა თქვენმა კომპანიამ. ზოგადად პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ადამიანი როცა რაღაცის წამოწყებას და თავის საქმიანობას იწყებს, ეს ყველაფერი მას უნდა სიამოვნებდეს, უყვარდეს და მაქსიმალურად ბედნიერი უნდა იყოს ამ თავისი საქმიანობით. აქვე მინდა უბრალოდ მაგალითად მოვიყვანო ჩემი საყვარელი ფილოსოფოსი კონფუცის ციტატა. აირჩიე საქმიანობა შენი და ცხოვრებაში, რომელიც გიყვარდა ცხოვრებაში, ერთი დღეც კი არ მოგიწევს მუშაობაო. სწორედ აქ ციტატიდან დამოკიდებული ხარ ვიტყოდი, რომ მე და ჩემმა მეგობარმა, როდესაც დავიწყეთ ეს საქმიანობა და გადავწყვიტეთ, ჩვენი დევიზი, ესე ვთქვათ, ეს არის, რომ ჩვენ გვიყვარს ჩვენი საქმე, გვიხარია, ბედნიერებას გვანიჭებს და როდესაც ეს ყველაფერი ჩამოვაყალიბეთ, გადავწყვიტეთ, თვეები მუშაობდით ამ ყველაფერზე, მაქსიმალურად ვშრომობდით იმისთვის, რომ პირველი გაფორმება ყოფილიყო დახვეწილი და კარგი და არ ქონოდა ის ეფექტი, რომ პირველია და ხო ხვდებით.
აქედან გამომდინარე მე და ჩემი მეგობარი ლიკუნა ხაჩიძე, ბიზნეს პარტნიორი. ესა ვიტყოდი, რომ ძალიან დიდ შრომას ვდებთ, მაგრამ ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას გვანიჭებს. გეცბის სახელის დაარსებას რაც შეეხება, ძალიან ბევრი არ გვიფიქრია. აი ალბათ ყველა მიცის და ნანახიან წაკითხული მაინც ექნება დიდებული გეცბის, თავის დიდებული წვეულებებით და არჩეულებრივი გაფორმებებით, ანუ ეგრევე მოგვივიდა თავში ეს სახელწოდება, რადგან არა ულამაზეს წვეულებებთან არის კავშირში და ჩვენი მომხმარებელიც აუცილებლად მინდა იყოს იმაში დარწმუნებული, რომ ჩვენი გაფორმებაც თავის დღეს ულამაზეს და დაუვიწყარს გახდის. დავუბრუნდეთ იდეას, ესე იგი თქვენ, როგორც მე მივხვდი, გქონდათ პირადი გამოცდილება ორივეს დამფუძნებელს ამ შემთხვევაში. ახორციელებდით სხვადასხვა ივენთების ორგანიზებას, სამოყვარულო, ანუ საკუთარი, ასე ვთქვათ, ჟინის დასაკმაყოფილება და არა ფინანსური ინტერესით. დიახ, ანუ ტრადიცია გვაქვს ზოგადად ესეთი მეგობრებს, რომ ანუ მედალიკას ძალიან გვიყვარს მეგობრების გახარება, სურპრიზების მოწყობა, გაკეთება, დაბადების დღის წვეულების გაფორმება იქნება თურა და შემდგომ გადავწყვეტეთ, რომ ეს ყველაფერი როგორც ბიზნეს კუთხით მოგვეყვანა და ივენთ კომპანია აქედან გამომდინარეც გადავწყვეტოთ დაგვიარსებინა. ძალიან საინტერესო. რაც შეეხება უშუალოდ პირველ ნაბიჯებს, ანუ რა იყო აუცილებელი და საჭირო პირობა იმისთვის, რომ თქვენ ამ ყველაფრისთვის იურიდიული ფორმა მიგეცათ და როგორც ბიზნესი ისე ჩამოგეყალიბებინათ და რამდენად ადვილი იყო, ასე ვთქვათ, სამოყვარულო მოქმედებიდან პროფესიულ მოქმედებაზე გადასვლა. რა იყო პირველი გამოწვევა, რაც შეხვდათ სალომე ამ გზაზე? რა თქმა უნდა, დავარეგისტრირეთ კომპანია, შემდგომ რა თქმა უნდა ძალიან რთული პერიოდი იყო, როცა დაგვემთხვა პანდემია და გვიწევდა ყველაფრის დამზადება. ჩვენ საკუთარი ინვენტარი გვაქვს და ამ ყველაფერს მოდი დავაკონკრეტოთ, რას გულისხმობს საკუთარი ინვენტარი? ისთვის ეიტლი, ბანერი იქნება იქ კონსტრუქციები, საჰაერო ბურთი და ძალიან ბევრი რაღაც ჭურჭელი შევა იქ გაფორმებისთვის პატარა დეკორაციები, ყვავილები ხელოვნური და ასე შემდეგ. საკმაოდ ისე თქო დიდი ჩამონათვალია ხო რაც თქვენ ბრძანეთ. ამას სპეციალურად ამზადებთ თუ მზად შეიძინეთ ეს ნივთები? არა, ჩვენ სპეციალურად ვამზადებინებდით, დაახლოებით 8 თვე ვაკეთებდით ამ ყველაფერს, სანამ ჩვენ პანდემიამდე დიახ დავიწყეთ ჩვენ სამზადისი და დიდხანს შრომობდით იმისთვის, რომ აქამდე მოგვეღწია და სამწუხაროდ პანდემიაც დაგვემთხვა, მაგრამ მაინც ასეა თუ ისე მოვახერხეთ და გაფორმებები გავაკეთეთ რამოდენიმე. ძალიან საინტერესოა პირველი, ესე ვთქვათ, ბიძგი ამას საიდან მიეცა? ანუ რატომ გადაწყვიტეთ, რომ ამით ფულის შოვნა შეგეძლოთ? ეს იყო გამოცდილებიდან მიღებული ინფორმაცია, ეს იყო დაკვირვება, ეს იყო მარკეტინგული კვლევა. რის შედეგად გადაწყვიტეთ, რომ შეგიძლიათ თქვენ ორმა ადამიანმა, რომელიც არ არის დაუშვათ, შეიძლება არც ხართ პროფესიონალი ივენთ მენეჯერები, როგორცაც განათლებით, მაგრამ პრაქტიკაზე საკმაოდ დიდი გამოცდილება ქონდათ. აი, რატომ გადაწყვეტეთ, რომ ამით ფულის შოვნა შეიძლება? უხეშად რომ ვიკითხოთ. დიახ, რაც შეეხება ამას, ჩვენ იმდენად გვსიამოვნებს, არ გიწევს დილით თქვა სამსახურში წახვიდე და 9-დან 10-მდე იყო თქვა. ანუ გაქვს თავისუფალი შენი გრაფიკი, გიყვარს, ანუ გვიყვარს ძალიან ადამიანებთან კონტაქტი და ნუ აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თანხასაც შოულობთ. და ჩვენთვის ეს სასიამოვნოა, როგორც თავიდან დასაწყისშივე აღვნიშნე, გვსიამოვნებს მოკლედ ამ ყველაფრის კეთება და ანალოგიურად, ნუ თანხასაც ხელფასის სახით შოულობთ. ძალიან საინტერესოა რაზე იყო მოთხოვნა იმ დღევანდელობაზე ვერ ვისაუბრეთ, იმიტომ რომ დღესდღეობით როგორც ვიცი, შეკრებაც საკრძალულია და ივენთის ჩატარებაც ზოგადად. შესაბამისად, მოდით უფრო წარსულზე ვისაუბროთ ამ შემთხვევაში და იმ გამოცდილებაზე, რაც წარსულიდან მოყვება. რა უფრო მოთხოვნადია ქართულ ბაზარზე დღეს ივენთების სფეროში? რომელი ივენთი უფრო ხშირად ტარდება და ამ ივენთში რა დეტალები არის ყველაზე ხშირად გამოყენებული? ამ ეტაპზე ჩვენ უფრო ან დაბადების დღეებზე უფრო მეტი მოთხოვნა გვაქვს პანდემიის პერიოდს თუ გავითვალისწინებთ და რაც შეეხება მინდა აღვნიშნო ჩვენი პირველი გაფორმება ლაიმის დირექტორის შვილის დაბადების დღე როცა გავაფორმეთ ანუ ადამიანისგან იმხელა სტიმული და იმხელა ენერგია მოდიოდა დადებითი მოხდი კი დამკვეთისგან რომ ანუ ძალიან ენერგიით ვივსებოდით ჩვენს და გვიხაროდა რომ ეს ყველაფერი მას ესე სიამოვნებდა მოსწონდა და ანუ დიდ სტიმულს გვაძლევდა ერთი სიტყვით რომ ვთქვათ და ამ ყველაფერში ძალიან დაგვეხმარა ასე ვთქვათ რომ შემდეგი და მომდევნო უკეთესი და უკეთესი გავგვეკეთებინა. თქვენ აღნიშნეთ რომ
დასამზადებლად შეუკვეთეთ სხვადასხვა ინვენტარი. აქ საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი იყო. რამდენად არის ქართულ ბაზარზე შესაძლებლობა იმისა, რომ დამზადდეს კონკრეტული ესეთ სპეციფიკური ინვენტარი, არის თუ არა მუშახელი საკმარისი, საამქროები, რომელიც სამზადებენ თუ რაღაც სპეციფიური კომპანიას, პროფილის კომპანიასთან გვიწევს ურთიერთობა ამ შემთხვევაში. ნუ სარეკლამოები ძირითადად, მაგრამ არის ისეთი საამქროები, სადაც შეგიძლია ეს ყველაფერი დაამზადო, იყიდო მასალები, ან თვითონ შეუკვეთო და ისინი გაგიკეთებენ. ამას ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი დრო და რა თქმა უნდა ხარჯიც ასევე. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ გაგვეკეთებინა ისეთი ინვენტარი, რაც აქ მეტნაკლებად არ იყო. მაგრამ დავამზადეთ ასევე ისეთი ინვენტარი, რაც მოთხოვნადი იყო ბაზარზე. ეხლა ვცდილობთ, რომ შევმატოთ, რა თქმა უნდა, ეს ინვენტარი და ძალიან დიდი შრომა სჭირდება და დიდი დროს მოითხოვს პირველ რიგში ეს ინვენტარის დამზადება და რა თქმა უნდა, რაც შეეხება გაფორმების დეტალებს, ჩვენ ვცდილობთ, რომ საქართველოში არ ვიყიდოთ არაფერი და ჩამოვიტანოთ ევროპიდან. იტალიური ხარისხის ბუშტები გვაქვს და ჩვენ აქ არ ყიდულობთ ბუშტებს, რადგან ხარისხზე ვზრუნავთ პირველ რიგში და გვინდა რომ მომხმარებელი კმაყოფილი დარჩეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხარისხს უყურებს ყველა ალბათ, როცა რაღაცას უკეთავენ, აი უნდათ რომ ეს ყველაფერი ხარისხიანი იყოს. აი ჩვენ ახლა ლოგიკურად მივედით იმ კითხვამდე, რომელიც თავიდანვე მინდოდა დამისვა და სწორედ ახლა არის მე მგონი დრო რომ დავსვა. იდეა კომპანია, უკვე ბიზნესის ფორმის მიცემა, ინვენტარის დამზადება, ეს ყველაფერი არის თანხებთან დაკავშირებული. რა ოდენობის ინვესტიცია იყო საჭირო და გაწვდა თუ არა თქვენი საკუთარი ან დამფუძნებლების პირადი ფინანსები ამ ყველაფერს თუ საჭირო იყო დაუშვათ დამატებითი ინვესტორის ან ბანკის შემოყვანა, ასე ვთქვათ, დაფინანსების თვალსაზრისით თქვენი ბიზნესის დაარსებიდან. ნუ გასაგებია რომ ახლა უკვე გაზრდაზე სხვა თემებზეა საუბარი, მაგრამ აი პირველი ეტაპი როცა უნდა ჩაეშვას ბიზნესი. რა ფინანსებით დაფინანსდა და თუ იყო საკმარისი პირადი ხარჯები? პირველი ეტაპი საკუთარი ხარჯი გავიღეთ, დაახლოებით 6-დან 8,000 ლარამდე ჩავდეთ და ანუ საკუთარი ხარჯებით მაქსიმალურად თან დროის დიდ მონაკვეთში, დიდი პერიოდი იყო, შევძელით და ეს ყველანაირი ინვენტარი შევიძინეთ, დავაგროვეთ და შემდგომ უკვე დავიწყეთ შეკვეთების მიღება. ოღონდ უკვე ამ დროს სამწუხაროდ პანდემია დაგვემთხვა და ანუ ფასებზე იმოქმედა, ანუ დავუკელით ფასებს, იმიტომ რომ პანდემიის გამო აზრი არ ქონდა, ხო ხვდებით, შეკვეთის გაფორმებას, რადგან ის ფასი ადამიანებს უკვე აღარ აწყობთ. გასაგებია, თუმცა მე მგონი დაბალი ფასი მაინც არ იქნება გამოსაზღვრელი ამ შემთხვევაში, ვინმე ზოგადად ივენთის ჩატარებას აზრი არ აქვს და საკმაოდ საშიში გახდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე თქვენი მოწვევა დღეს, რომ ერთ-ერთი სფერო, რომელსაც ყველაზე მეტად დაარტყა, ეს არის სარესტორნო და ასევე ივენთის ორგანიზების კომპანიები. რამდენად დიდია კონკურენცია სალომე თქვენს ბაზარზე და თქვენ სფეროში? ანუ რამდენად არიან მობილიზებული კომპანიები ამ სახით და თქვენ რამდენად ხართ უკვე კონკურენტულარიანი მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ბიზნესი ხართ შედარებით? რა თქმა უნდა, კონკურენტები გვყავს ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ბაზარზე დიდი ხანი არიან უკვე ისინი, ჩვენ სტარტაპერები ვართ და ისინი უკვე ძალიან ბევრი გაფორმებები და შეკვეთები აქვთ მათ. მაგრამ ასე თუ ისე უწევთ კონკურენციას, მინდა ვთქვა, რადგანაც ხარისხზე და ცოტა განსხვავებულ სტილსაც ვთავაზობთ მომხმარებლებს. აქედან გამომდინარე, ცოტა კონკურენციის მომენტიც აქვთ და ჩვენი მთავარი მიზანი ამ ეტაპზე არის, რომ ხალხში ცნობადობა ავიმაღლოთ და მეტად უფრო ცნობილები გავხდეთ, ვთქვათ, 5 წელი რო კომპანია იყო დაარსებული, იმას რა თქმა უნდა უფრო მეტი მომხმარებელი ეყოლება, ვიდრე ჩვენ. და აქედან გამომდინარე ვცდილობთ, რომ მომხმარებლებზე ვიზრუნოთ და ანუ მეტი ცნობადობა ავიმაღლოთ, რეკლამა გავაკეთოთ, უფრო ორი ხარისხიანი ინვენტარი შევთავაზოთ და რაც მთავარია, ორიგინალური, საადა დახვეწილი და განსხვავებული იყოს. ინვენტარს გულის ხო? დიახ. მომსახურებას რაც შეეხება, აი ჩვენ ახლა ვისაუბრეთ იმაზე, რომ აქ არის არა მხოლოდ ინვენტარი, არამედ თქვენ უკეთებთ ორგანიზებას, ხო? აი არის ალბათ მოსაწვევების დარიგება, ცის შედგენა, სცენარის გაწერა, ეს ყველაფერი საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ მე მჭიდრო შეხება მქონდა ამასთან და თვითონაც გახდით ივენთ მენეჯერი.
რამდენად ხართ კონკურენტუნარიანები სისწრაფეში, ანუ გულისხმობ ვადებს. დაუშვათ მე, როგორც ამკვეთი გიკვეთავთ კონკრეტულ ივენტს, რომ შევადარო თქვენი კონკურენტი საკმაოდ გამოცდილი კომპანია. შეძლებთ თუ არა თქვენ, როგორც სტარტაპერები, მათზე სწრაფად და ხარისხიანად მომსახურებას თქვენი ხედვით როგორ არის და კვლევით და შემდეგ უკვე ჩვენ პრაქტიკაზეც გავსინჯოთ მომავალში. გავსის შემთხვევა გქონია, აქვე მინდა ვთქვა, ნეკა დოროყაშვილის დაბადების დღე როცა გავაფორმეთ, ზუსტად 2 დღეში მოგვიწია ამ ყველაფრის ორგანიზება. თავისი მთელი დაბადების დღე დავგეგმეთ ჩვენ. იქ ორგანიზება წამყვანები, მოსაწყვევები, გაფორმების ყველა დეტალი, ნათურები, ანუ ყველაფერი დავგეგმეთ ზუსტად 2 დღეში და მომხმარებელიც იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ მადლობაც გადაგვიხადა, რომ ესე მცირე დროში მოვასწარით ამდენი რამის გაკეთება და იქ მთელი ფეივერკები, შუშხუნე, მთელი ამბები იყო ბანერები და ხო ხვდებით, რა თქმა უნდა, მაგაზეს უკან არ ვიხევთ და მაქსიმალურად სწრაფად შეგვიძლია და ხარისხიანად გავაკეთოთ ყველაფერი. კი ბატონო, მცირე სარეკლამო ჭრა და დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში ეს მომავალი თაობის ბიზნესი. რეკლამა ხალიჩების სამრეცხაო ლიდერი გთავაზობთ. ხალიჩების, ფარდაგების, საპნების რეცხვას და ქიმწმენდას თანამედროვე ექსკლუზიური დანადგარებით, ადგილზე მომსახურებით და უფასო ტრანსპორტირებით. დაგვიკავშირდით 558 29 77 07 558 29 50 20. მისამართი: ორხევის დასახლება, მერაბ კოსტავას პირველი. ხალიჩების სამრეცხაო ლიდერი, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება სახლიდან გაუსვლელად თქვენი კომფორტისთვის. რადიო ჩვენებურის სარეკლამო სამსახური 2 38 18 90. რადიო ჩვენებურის პირდაპირ ეთერშია ბიზნეს გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი. გადაცემის სპონსორია კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია კასპერსკი. კასპერსკი. გააქტიურე მომავალი. რადიო მსმენელებო, მე შეგახსენებთ, ეს არის მომავალი თაობის ბიზნესი, გადაცემა, რომლის სპონსორით გახლავთ კომპანია კასპერსკი, რომელიც დაარსდა 97 წელს. მისი მისია კიბერსივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფა გახლავთ. კომპანია კასპერსკის ტექნოლოგიით დაცულია 400 მილიონზე მეტი მომხმარებელი, ემსახურება 270,000 კორპორატიულ klients და მსოფლიოს 30 ქვეყანაში ყავს ლოკალური წარმომადგენელი. ამჯერად კომპანია კასპერსკი დღესაც დააწესებს პრიზს და გაათამაშებს მას. ოდნავ მოგვიანებით დავსვამთ კითხვას, ასე რომ ყურადღებით იყავით და იყავით ტელეფონთან ახლოს, ვინაიდან მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს ვიქტორინაში, თუ კი ჯერ არ მიგიღიათ, ეს წესი ძალიან მნიშვნელოვანია, მხოლოდ მათთვის არის დღეს ღია ჩვენი ეთერი, ვისაც აქამდე არ მეუღია მონაწილეობა ამ ვიქტორინაში. თუმცა მოსმენა ყველა შეუძლია, ამჯერად ჩვენ დავუბრუნდებით ჩვენს სტუმარს, ეს არის კომპანია Gatsby, ივენთების ორგანიზების კომპანია, ივენთ მენეჯმენტის, ასე ვთქვათ. სალომე ხუხია, ერთ-ერთი დამფუძნებელი, ეს ბიზნესი გახლავთ სტარტაპი, ჩვენ სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ ისინი ჩვენთან, იმისთვის რომ გაგაცნოთ თუ როგორ შეიძლება იდეიდან გაჩნდეს საქმე და საქმიდან, რა თქმა უნდა, ჩამოყალიბდეს, ასე ვთქვათ, წარმატებული კომპანია, რომელიც ნელ-ნელა იყიდებს ფეხს ქართულ ბაზარზე, თუმცა საკმაოდ, როგორც მოისმინეთ, საკმაოდ სერიოზული გამოწვევის დროს მოუწიათ გოგონებს ბაზარზე გამოსვლა. ეს არის პანდემია, როცა ჩვენ პატარა მცირე ზომის პაუზა გქონდა, ეს იყო ზაფხული შემოდგომა, როცა დაიწყო ზრდა ინფიცირების და შესაბამისად დღეის მდგომარეობით კომპანია სამწუხაროდ ვერ ახორციელებს საკუთარ საქმიანობას გამომდინარე შეზღუდვებიდან. თუმცა აუცილებლად განაგრძობს საქმიანობას უახლოეს მომავალში. თქვენ მე აუცილებლად უნდა გკითხოთ, სალომე, ძალიან საინტერესოა რატომ გაქვთ ესეთი მიდგომა კონკრეტულად და იქნება აგვიხსნათ ეს დეტალურად საზღვარგარეთთან აკავშირებთ ყველა თქვენს, ესე ვთქვათ, ინვენტარს. ანუ ევროპიდან ჩამოგაქვთ მასალები, რაღაცა ბუშტებიდან დაწყებული, დამთავრებული რაღაც ისე ვთქვათ შესაკრავი მასალებით. რას უკავშირდება ეს ევროპასთან მჭიდრო კავშირი და რატომ მაინც და მაინც აი დასავლეთი აირჩიეთ და არა იგივე მეზობელი თურქეთი, ჩინეთი, ანუ იქ არის შოვება ეს ყველაფერი თუ ხარისხი არის თქვენთვის მისაღები? ხარისხი არ არის ჩვენთვის მისაღები და ევროპიდან რო ჩამოგვაქვს, იქ ბევრად განსხვავებული ხარისხია, რა თქმა უნდა, რომ შევადაროთ ბუშტებზე ვისაუბრებ. ანუ აქ რო
თქვათ, ვიყიდოთ ჩინური წარმოების ბუშტი, ბევრად უფრო ნაკლებ ხარისხიანია, ვიდრე იქიდან გამოწერილი. თუმცა იმას ვიძახი, რომ აქ ცუდია. არა, არის ესეთი აზრიც, ბოდიში გაწყვეტნიებთ. ჩინეთში არის როგორც ხარისხიანი, ისე უხარისხო. ანუ არის ჩინეთი უდრის უხარისხოს არ არის ასე. არა, რა თქმა უნდა. თქვენ გიცდიათ, რომ პირდაპირ დაუშვათ ჩინეთიდან ხარისხიანი შავდა. პირდაპირ ჩინეთიდან არა, უბრალოდ ჩვენ იტალიური ხარისხის ბუშტები ძალიან მოგწონს, იმიტომ რომ თვითონ ბუშტსაც კი სუნი არ აქვს, ესე რომ ვთქვათ და რო იბერება, თავის ფერს ინარჩუნებს და უფრო მეტად მკვეთრია. ან ბუშტებშიც არის ხარისხი, რა თქმა უნდა. კი ბატონო, და მეორეს მხრივ ახლა ბევრი იდეის ავტორი გვისმენს, აი იდეა აქვს თავში, უნდა რაღაც სფეროში თავის ცადოს და დაკავშირებულია იგივე იმპორტთან მისი ბიზნესით. მეორეს მხრივ შეიძლება ეს ყველაფერი ევროპასთან კავშირი და ასე ვთქვათ ევროპიდან, იტალიიდან კონკრეტულად რაღაც ჩამოტანა, ბევრად უფრო აძვირებდეს პროდუქტს, ხო? თქვენ შემთხვევაში ეს პროდუქტები, რაც თქვენ ჩამოგაქვთ, არის ერთჯერადი მოხმარების თუ დაუშვათ ერთ ნივთს იყენებთ რამდენიმე ივენტზე, როგორ ხდება? ერთჯერადი მოხმარების არის, მაგრამ არის ისეთი ნივთები, რომლებიც თქვათ რამდენიმეჯერ შეგვიძლია გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, საქართველოში უბრალოდ ბუშტების კუთხით, რო ვთქვათ ისევ, არ არის ის რაოდენობა გათვლილი ჩამოტანაზე, იმიტომ რომ ძალიან ძვირია ესე რომ ვთქვათ და აქ ასია თუ ისე მომხმარებელი არ ყავს ამ ყველაფერს. ჩვენც მაგალითად რო ჩამოგვაქვს ეს ყველაფერი, შეიძლება საერთოდ არ გამოვიყენოთ ამ გაფორმებაზე, მაგრამ ანუ სხვა დროს მომხმარებისთვის მაინც გვიდევს და რო დაგჭირდეს, დროს აღარ დავკარგავთ ამ ყველაფერში და გამოვიყენებთ ამ ყველაფერს. მაინც ასია თუ ისე ევროპისგან ჩამოტანას ვანიჭებთ უპირატესობას, ვიდრე აქ შეძენას. გასაგებია, არის თუ არა თქვენი მხრიდან გათვლა გაკეთებული კორპორატიულ კლიენტებზე? ანუ, რამდენად არის თქვენს სფეროში კორპორატიული დაკვეთები ხშირი? ამ ეტაპზე სამწუხაროდ არ გვაქვს კორპორატიული დაკვეთები, რადგან უკვე დახურულია ყველაფერი, აიკრძალა პანდემიის გამო. თუმცა შესაძლებელია ეს კორპორატიული საღამოების ორგანიზება თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად. რა თქმა უნდა, თავისუფლად და ეს ყველაფერი იქნება აუცილებლად მომხმარებელზე ორიენტირებული, მას როგორც მოეწონება იქ. ძალიან კარგი. ერთი ვცდილობთ რომ გავუკეთოთ. ძალიან კარგი. თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩატარდა რამდენიმე ივენთი პანდემიის გახსნის, ასე ვთქვათ, თქვენი გახსნის და მუშაობის დაწყების დღიდან. რა სახის ივენთები იყო პანდემიის დროს აქტუალური? დაბადების დღე ისევ და ისევ, სქესის გაგების ცერემონია. ეს ძალიან საინტერესოა. თუ შეიძლება უფრო დაწვრილებით, რას ნიშნავს? სქესის გაგების ცერემონია. ვისის სქესის? ბავშვის. კი ბატონო, და ეს ცალკე ივენთი მიეწვა ყველა. დიახ, ჩვენ ვეცადეთ, რომ ესეც ორიგინალური გაგვეკეთებინა და ამიტომ დავამზადეთ დიდი კითხვის ნიშანი, რომელიც ბუშტებით გაფორმებული იქნება და ანუ აქ თუ ვთქვათ სადღაც შავბუშს ჰაერში მხედავდნენ, აქ კითხვის ნიშანზე დაკიდებულ შავბუშს გახედავენ. რას ნიშნავს შავი ბუშტის გახედვა? მე პირველად მესმის ეს ამ სახის ღონისძიება. მე ბავშვის სქესი რომ გავიგებ, ჩვეულებრივ ეკოსკოპიაზე ვიყავით, არ ვიცი, ივენთი არ მიგვიძღვია ამისთვის და აი რატო დღესდღეობით ესეთი ცერემონია არის, სქესის გაგების ცერემონია. იგებენ ბიჭია თუ გოგო. მშობლებმა არ უნდა იცოდნენ, ბიჭი ყავს თუ გოგო, უწყობს ან მეჯვარე ან მშობელი, იგებს ბავშვის სქესს და მე პატარა ღონისძიებას ავით აკეთებენ და ბუშტში, შავ ბუშტში ყრიან. ბოდიში, ექიმი არ ეუბნება მშობლებს და მხოლოდ მეჯვარე გებულობს ამ თემას. მშობელი ეუბნება რომ არის. გასაგებია. და ამ შავ ბუშტში ყრი გოგოა თუ ბიჭია ვარდისფერი ან ცისფერი თუ ტყუპებია ორ ბურს აკეთებ და ნუ ამის შემდეგ იგებენ სქესს, ანუ ნებსით ხედავენ და ანუ ამოიყრება იქიდან ფერები და იმის მიხედვით ხვდებიან რომელი სქესის შვილი ყავს. აი, მეგობრებო, მომავალი თაობის ივენთები ესეთია, სქესის გაგების ივენთი ცალკე, რომელიც მე პირველად ალბათ დავბერდი, არ ვიცი, ასაკის ბრალია. სალომე, ძალიან საინტერესო იყო ეს მონაკვეთი ჩვენი საუბრის და დარწმუნებული ვარ, რომ დღეიდან მოიმატებს სქესის გაგების ივენთები საქართველოში. აუცილებელიც არის და რატომ? იმიტომ რომ ორიგინალურია, ანუ სამახსოვროდ რჩება, ბავშვიც რო გაიზრდება, შემდგომ აჩვენებ თუ როგორ გაიგო და რა ემოციები ჰქონდათ მშობლებს, ანუ თავისი სქესის დროს, ანუ ბიჭი ყავდა თუ გოგო და ამ ყველაფრის ემოციების ასახვა შეუძლიათ უკვე. ანუ თქვენ ამ ყველაფერს ესე ვთქვათ იღებთ, ანუ ფოტო და ვიდეო მასალით და შემდეგ
გადასცემთ თავად დამკვეთს. გასაგებია. ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო ხარ ბევრს გაუჩნდა კითხვა, ნეტა მერე რა ხდება, როცა გაიგებენ რომ გოგოა დაუშვათ ამ შემთხვევაში და არა ბიჭია და სურდათ დაუშვათ სხვა სქესის წარმომადგენელი შვილად. არა, მაინც იმდენად მოულოდნელობის ეფექტი აქვს და იმდენად გაოგნებულები და აღტაცებულები რჩებიან, რომ ემოციებს მაინც ვერ მალავენ და აი ძალიან უხარიათ. ანუ ეს მომენტი თვითონ უნდა ნახოს, აი უნდა ნახოთ როგორი ემოციური მომენტია, როცა გაიგებენ თუ გოგო ყავ თუ ბიჭი და იდეალურია უბრალოდ ეს ყველაფერი. არის ივენთების ორგანიზებაში ბევრი ნიუანსი. მათ შორის არის ფურშეტის თემა, არის კვების თემა და ასე შემდეგ. მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენი კომპანია ახლა ყველაფერს ერთად თავად არაკეთებს, ხო? არის რაღაც ქვეკონტრაქტორები ყავთ ალბათ, რომელთანაც თანამშრომლობთ. ამ შემთხვევაში მოდი დავაკონკრეტოთ, გეცფის შემთხვევაში კონკრეტულად თქვენი, ესე ვთქვათ, მომსახურება რა არის და რისი დაკვეთა გიწევთ თქვენ სხვისთვის, ანუ ქვეკონტრაქტორი კომპანიებისთვის? ფურშეტის მომსახურება, ასე რომ ვთქვათ, ყავს მიკროფონთან თუ შეიძლება. ყავს თანამშრომლები და კომპანიები თან თანამშრომლობთ, რომლებთაც ვეუბნებით, რომ მომხმარებლისგან გვაქვს ეს დაკვეთა, გვინდა ამდენი რაოდენობის რაღაც კონკრეტული. ანუ უშუალოდ თქვენ უკვეთავთ და არა მომხმარებელი. დიახ, ანუ არის დიახ, იმიტომ რომ მომხმარებელი როცა გვიკვეთავს ჩვენ გვეუბნება რა სურს, რისი დაკვეთა, მთლიანი დაბადების დღის ორგანიზება უნდა თუ მარტო გაფორმების კუთხეს გვანდობს ჩვენ და თვით თავად სურს რომ დანარჩენი ყველაფერი შეუკვეთოს. ამ შემთხვევაში გქონია ესეთი შემთხვევაც, როცა მთლიანი დაბადების დღის ორგანიზება გაგვიკეთებია. ეს ფურშეტი იქნებოდა ბანერი დაჭირდა თუ რა დაჭირდა, ყველაფერზე გითხრა რომ თქვენ მიხედეთ და მთლიანი დაბადების დღის ორგანიზება თქვენ განტობთ. თვითონ ანუ ისვენებს არ ერევა არაფერში და შემდგომ მშვიდად გამზადებულ ივენტზე მოდის და ერთობა. კითხვა რომელიც მე გამიჩნდა ახლა როგორც დამკვეთს, იმიტომ რომ საკუთარი ქორწილის ორგანიზება მე თავად გავაკეთე. ეს გითხარით კიდეც ეთერს გარეთ, მე და ჩემმა მეუღლემ რა თქმა უნდა და არ ვარ უკმაყოფილო საკუთარი თავით და არც მეუღლით. რატომ უნდა დაუკვეთო, დაუშვათ მე არ მინდა სარეკლამო ჟღერდეს ახლა ეს კითხვა, მაგრამ მომხმარებელს გაუჩნდება კითხვა, უბრალოდ შიში აქვს ბევრს რომ ეს საკმაოდ ძვირია და ჩემთვის არ არის ხელმისაწვდომი. რა სხვაობაა საკუთარი ნერვებით და ხარჯით ამის ორგანიზება და თქვენი შუამავლობით. დიდია თუ არა ეს სხვაობა? არ არის დიდი, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მომხმარებლის ბიუჯეტი, რაც აქვს სიტყვაზე გათვლილი, იმ ბიუჯეტით შევთავაზოთ, რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ამ თანხაში. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვცდილობთ ამ ეტაპს გავიაროთ. შემდგომ, რა თქმა უნდა, მომხმარებელი ამ დროს ქორწილი რადგან ახსენეთ, ისვენებს, არ ნერვიულობს იმაზე, რომ ეხლა რაღაც არ გამომივიდეს, ის რაღაც ვერ გავაკეთო, ესე უნდა გავაკეთო, ხო ხვდებით? შვიდად დამშვიდებული, იცის რომ მივა თავის ქორწილში და შვიდად იქნება რომ ლამაზი გაფორმება დახვდება იქ. ოღონდ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი წინასწარ ჯამდება, ვაჩვენებთ რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, ამ თანხაში რა შედის, რა არ შედის და ამის შემდგომ უკვე შეკვეთას მივიღებთ და ყველაფერი ანუ შვიდად ყარეთ. სალომე, აი ესეთი დაკვირვება შეიძლება ახლა ჩვენ ვაწარმოოთ რომ თქვენ რახან გაგაჩნიათ საკუთარი ინვენტარი, რითაც ვაფორმებთ ამ ყველაფერს. და ჩვენ ფიზიკური პირები, რომლებიც თავად ვცდილობთ ივენტის ორგანიზებას, ეს ყველაფერი ცალ-ცალკე უნდა ვიქირავოთ, ხო? ანუ საერთოდ უნდა ვიშოვოთ, მოვიტანოთ და ასე შემდეგ. დაწყებული განათებიდან დამთავრებული დაუშვათ ტორტის მაგიდით ელემენტარულად. აი არის თუ არა შეღავათი ის რომ თქვენ დაუშვათ გაქვთ საკუთარი ინვენტარი და ეს მოქმედებს თუ არა ფასზე, იმიტომ რომ დავაჯამოთ ცალ-ცალკე აღებული ეს ნივთები, მათი ქირაობა თუ ერთი დღით თუნდაც და თქვენ რახან კომპლექტაციაში გაქვთ ეს ყველაფერი, აი ამ შემთხვევაში დაბალანსება ხდება? რა თქმა უნდა, თავიდანვე ჩვენ ამ ინვენტარის დამზადება იმიტომ დავიწყეთ, რომ ფასებზე არ ემოქმედა. სიტყვაზე რომ რაღაც ქირაობა დაგჭირდეს, შენ უკვე მზად გაქვს და მიიტან, იმიტომ რომ ამაში ძალიან დიდი თანხა არის, მინდა ვთქვა, ჩადებული და ესე მარტივად არ არის გავაკეთე და მარტივია. არა, ძალიან დიდი თანხა ჩავდეთ ერთი ინვენტარის დამზადებაში და ჩვენ მაგალითად ვიღაცა რო შეგვიკვეთავს, ჩვენის თანხა ამოგვაქვს, ანუ იმას არ ვამბობ, რომ მთლიანი თანხა ჩვეგუჭება, ანუ ჩვენს თანხა გავიღეთ იმისთვის, რომ ეს ინვენტარი დაგვემზადებინა. აქედან გამომდინარე, ბევრად მარტივია, რომ მთლიანად შეუკვეთო და შენ მზა ინვენტარით მიხვიდე და გააფორმო, ვიდრე ის, რომ ეძებო, ცალ-ცალკე იქირაო და შემდეგ გააფორმო.
არ მინდა გამომჩეს, თქვენ გაქვთ Facebook გვერდი, Gatsby ესე ქვია და ის ალბათ ის ივენთები, რომელიც თქვენ დააორგანიზებთ, არის დადებული, ხო? აი ვიდეო მასალა, ფოტო მასალა. ყველაფერი აბსოლუტურად თითოეული გაფორმება, თითოეული დღესასწაული მანდ არის დადებული და საკონტაქტო ინფორმაცია. დიახ, ვარეკლამებთ, ანუ რაც მთავარია, ხალხში ცნობადობას, ესე ვთქვათ, ვიმაღლებთ. ნუ ეს იმიტომაც ხართ აქ ჩვენთან. დღევანდელი გადაცემაც ამას ეძღვნება და იმას რომ ერთგვარად სტიმული მივცეთ ახალგაზრდებს, თქვენისთან ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა რაღაც იდეის ირგვლივ ერთიანდებიან, რომ იდეიდან ძალიან მარტივად შეიძლება მივიდეთ საქმემდე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მთავარია ადამიანი იყოს მონდომებული და მიზანსწრაფული. მიზანი უნდა გქონდეს, რომ მას უნდა გააკეთოს ეს, შეიძლება ძალიან ბევრი დაბრკოლება შეხვდეს, ვერ გააკეთოს, ჩავარდნა გქონდეს, მაგრამ ის ადამიანი არ უნდა შეჩერდეს, პირიქით უნდა ეცადოს, იშრომოს, მიაღწიოს საბოლოო ჯამში იმ მიზანს და იმ მწვერვალამდე მაინცავა, რაც მას მიზნად აქვს და სურდა რომ გაეკეთოს. აი მეგობრებო, ეს არის მაგალითი იმისა, რომ ახალგაზრდა გოგონა და გოგონები მიუხედავად იმისა, მაგალითად ბევრი მამაკაცსა შეშურდებოდა ესეთი ოპტიმიზმის, იმიტომ რომ ყველაფერი ერთად დაემთხვა თქვენს ვთქვათ ბიზნესის გახსნას. ერთია, როცა ბიზნეს ისტორია აქვს და პანდემია მოუწევს რაღაც გადაწყობა უწევს, მეორეა, როცა პანდემიის დროს გიწევს ბიზნესის წამოწყება. და ძალიან ხიბლავს ეს ოპტიმიზმი და იმედი მაქვს, რომ ის გამართლდება 21 წელს აუცილებლად. მაგრამ მოდით დაუბრუნდეთ კომპანიას Gatsby, რომელიც არის ივენთების ორგანიზატორი და არა მხოლოდ ორგანიზატორი, ჩვენ ერთ-ერთ გარეთ ვისაუბრეთ ფოტო სივრცეზე, ხო? აი რას გულისხმობს ეს ფოტო სივრცე, ესეც რომ გავაცნოთ, ანუ რა ტერმინია ასეთი მე თქვენგან გავიგე სივრცე თვითონ. ფოტო გადაღება გასაგებია, ხო, კუთხე, კი ბატონო. ფოტო კუთხე ეწყობა, ნუ ბანერი ირჩევს ადამიანი როგორი გაფორმება სურს. ჩვენ ვთავაზობთ ფოტოებს, ან თვითონ გვიგზავნიან კონკრეტულ ფოტოს, რომელიც აქვთ არჩეული და ამის შემდგომ მიდის განხილვა. იქ იქნება უკან დიდი თეთრი ბანერი, თავისი გირლანდით და ბუშტებით გაფორმებული. აქ უკვე ჩვენს ელემენტებს ვთავაზობთ, დიზაინის ელემენტებს ვთავაზობთ. წინ მაგიდები, სადაც იქნება მაფინები, ტორტი, უნდა დაჭრას, შუშღუნები აინთოს, იქ ფეივერკი უნდა იყოს, ფერადი კვამლი უნდა გავიდეს და ანუ ყველაფერი ეს არის ძალიან წვრილმანები, მაგრამ იმდენად დეტალებს მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერში, რომ ყველაფერს ვაკვირდებით. იქ გვაქვს ფოტოს ჩარჩოები და თემატურად ვაწყობთ ხოლმე ინტერნეტში, რომ ანუ თქვათ ბავშვს ესეთი დაბადების დღისთვის ესეთი ფოტო გავუკეთოთ, რომ თემატური იყოს დაბადების დღესთან და თითოეულ ამას სჭირდება ძალიან დიდი შრომა და ანუ ენერგიის ჩადება, რომ მივდივართ, ვაყვირდებით ყველა დეტალს. ფოტოგრაფი თქვენგან მოდის, ხო? კი, ანუ ეგ არის, როგორ იცით, თუ მომხმარებელი დაგვიკვეთავს და სურს, რომ ფოტოგრაფიც ჩვენ მოვიყვანოთ, რა თქმა უნდა, მოყვავს ამ შემთხვევაში თანხასთან არის ესეც დაკავშირებული. თანხას მინდა ისევ დაუბრუნდეთ, თქვენ აღნიშნეთ, რომ დიდი სხვაობა არ არის თავად გააკეთოთ ორგანიზებას თუ Gatsby გააკეთებს ამ შემთხვევაში. ცოტა შეიძლება ოხერხული კითხვა იყოს, მაგრამ უნდა დავსვა, იმიტომ რომ ფინანსები აუცილებლად გვაინტერესებს დღეს განსაკუთრებით კრიზისის დროს. დაახლოებით რამდენი პროცენტით უძვირდება თქვენთან ურთიერთობა მომხმარებელს? ანუ რამდენია თქვენი სარგებელი იმ თანხიდან, რასაც ჩვენ ვიხდით Gatsby-ს ანგარიშზე? ამ ეტაპზე ესე ვიტყოდი, რომ აი 5%-ით არის გაძვირებული, რადგან ვითვალისწინებთ პანდემიას. ანუ 100%-დან 5 არის ჩვენი მოგება, დანარჩენი ხარჯი, კი ბატონო. და ამ ეტაპზე მით უმეტეს ჩვენ Gatsby-ს ჩათვალეთ, რომ თლიანად ხარჯი მიგვდის მთელი თანხა, იმიტომ რომ სტარტაპერები ვართ ასეა თუ ისე და გვიწევს ძალიან დიდი თანხის გაღება, რომ ეს ყველაფერი იმ წვერვალამდე მივიყვანოთ, რასაც გეგმავთ და ვაპირებთ. აი ძალიან საინტერესო იქნება რა არის თქვენი მწვერვალი და რას აპირებთ, თუმცა რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ ამაზე. ეს მომავალი თაობის ბიზნესია. დიახ, მომავალში აუცილებლად მეტი და მეტი ივენტ კომპანიები გაჩნდება ქვეყანაში და მსოფლიოში უკვე არის ეს ტენდენცია და სწორედ ამიტომ Gatsby არ ჩამორჩა ამ ტენდენციას და შეიქმნა და შუა პანდემიაში დააპირა, ასე ვთქვათ, ივენტის ორგანიზებას, რაც განახორციელა კიდეც. თუმცა ჩვენ ახლა მომავალში და რამდენიმე წუთში ვისაუბრებთ თვითონ Gatsby-ს საომავლო გეგმებზე და პერსპექტივებზე, თუ როგორ ესახება კომპანიის დამფუძნებელს მისი კომპანიის განვითარება უახლოეს მომავალში. დაგიბრუნდებით რეკლამის შემდეგ, ეს მომავალი თაობის ბიზნესია. რეკლამა. არნახული ჯეკპოტი ქართული გემბლინგის ისტორიაში. კრისტალბეტზე იჯიკის ჯეკპოტმა 8,700,000 ლარს გადააჭარბა. დაიჭირე იღბლიანი სპინი და აიწყე ცხოვრება ერთ წამში. კრისტალბეტი
გუდამ ნომერი პირველი. ეკოვუდი გთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა ხის სარემონტო მასალებს, ციმბირული ფიჭვის, ლარიქსის, ლისტვენიცის, კოპიტის, მუხის და ტროპიკული ჯიშებისგან დამზადებული პროდუქციის დიდ არჩევანს. ჩვენთან ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ პოლონური წარმოების ალტაქსის ხის დასამუშავებელი ლაქები, ზეთები და საღებავები. ვესტუმრეთ ახალ მისამართზე, წყალსადენის ქუჩა 21, ტელეფონი 571 20 40 40, 571 20 22 22. ეკოვუდი, ხის მასალების ნომერ პირველი იმპორტიორი საქართველოში. ჩვენი ვებგვერდი ecovud.g. რადიო ჩვენებურის სარეკლამო სამსახური 2 38 18 90. რადიო ჩვენებურის პირდაპირ ეთერშია ბიზნეს გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი. გადაცემის სპონსორია კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია კასპერსკი. კასპერსკი. გააქტიურე მომავალი. მეგობრებო, პირდაპირ ეთერში როგორც შეგვიძლია ახლა გათამაშების დროა. მე შეგახსენებ ტელეფონის ნომერს 2-38-18-90. გავიმეორებ, ქალაქის ფიქსირებული ნომერია 2-38-18-90. რეკავს მხოლოდ ის მსმენელი, რომელსაც ჯერ არ მიუღია მონაწილეობა ჩვენს გათამაშებაში, იმიტომ რომ ეს ჩვენი წესია. ჩვენს გადაცემაში მხოლოდ ერთხელ გაქვთ მონაწილეობის უფლება. მონაწილეობის და არა გამარჯვების, ანუ გამარჯვების შემთხვევაშიც გეთვლებათ რომ მონაწილეობა მიიღეთ და რა თქმა უნდა არასწორი პასუხის გაცემის შემთხვევაშიც. ეს ერთი წესი, რაც უნდა გაგაცნოთ აუცილებლად და მეორე წესი. მხოლოდ კითხვის დასმის შემდეგ გვირეკავთ და სამი სავარაუდო პასუხის მოსმენის შემდეგ ვინაიდან გქონდეთ მასალა იმისთვის რომ პასუხი გამცეთ და ის ვინც პირველი დაარეკავს და გაგცემს პასუხს, აი ხა ზარი შემოდის სამწუხაროდ ვერ გიპასუხებ ჯერჯერობით, იმიტომ რომ კითხვა არ დაგვისვენს ძვირფასო მსმენელო, გადმოგვირეკეთ რამდენიმე წუთში, როცა კითხვა გააჟღერდება პირდაპირ ეთერში. რაც შეეხება პრიზს, დღეს ძალიან საჭირო ნივთია პანდემიის პირობებში, სახლში ჯდომის პირობებში, ეს არის სასწორი, ელექტროსასწორი კომპანია კასპერსკისგან დაწესებული, რომელიც ჩემს მაგალითზე ვიტყვი, რომ საკმაოდ ზუსტად წონის კილოგრამებს, ესე ვთქვათ და ასევე მეორე სანუგეშო პრიზი, არასწორი პასუხის შემთხვევაში, ეს ფლეშ ბარათი კომპანია კასპერსკისგან. თუმცა ჯერჯერობით ხშირად არ გვჭირდება ამ პრიზის გადაცემა, იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში კითხვა მარტივია და პასუხიც მარტივად გაისმის ჩვენს ეთერში. მაშასე, მეგობრებო, მოდით დავსვათ კითხვა. კითხვა კი ასეთია. კომპანია კასპერსკის რომელი პროგრამა აწვდის მომხმარებელს ქურდობის ფაქტის შესახებ დამნაშავის ფოტოსურათს გაჯეტის კამერის მეშვეობით? გავიმეორებ კითხვას, ანუ ბავშვით მოგპარეს თქვენი ტელეფონი ან მოწყობილობა. ამ შემთხვევაში გეგზავნებათ დამნაშავის ფოტოსურათი პირდაპირ თქვენ. აი რომელი პროგრამა უზრუნველყოფს ამას? კომპანია კასპერსკის რომელი პროგრამა აწვდის მომხმარებელს ქურდობის ფაქტის შემთხვევაში დამნაშავის ფოტოსურათს გაჯეტის კამერის მეშვეობით. ეს არის ძალიან კარგი ფუნქცია, იმიტომ რომ ფაქტიურად დამნაშავის ვინაობა უკვე ვიცით და შეგვიძლია იდენტიფიცირება მოვახდინოთ და ალბათ სამართალდამცავებს ძალიან გამოადგებათ ეს ყველაფერი. მაშასე 4 სავარაუდო პასუხი. პირველი Kaspersky Total Security, მეორე Kaspersky Internet Security Android და მესამე Kaspersky Hookholz და მეოთხე Kaspersky Safe Kits. თუ თქვენ დაუკვირდებით ესე ვთქვათ სახელწოდებებს, აუცილებლად მიხვდებით თუ რომელია სწორი პასუხი. გავიმეორებ სავარაუდო პასუხებს. Kaspersky Total Security, Kaspersky Internet Security Android, Kaspersky Hookholz და Kaspersky Safe Kits. რომელია სწორი პასუხი? მსმენელია ხაზზე, მოგესალმებით. მოგესალმებით, გამარჯობა. გესმით ჩემი ხმა? ეს ის არის ხო რადიოა. გესმით ჩემი ხმა? დიახ. გამარჯობა. გამარჯობა. თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, სახელი გითხარით? ალეკო. ალეკო, თუ მიგიღიათ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში? კი, გასულ წელს. გასულ წელს არა, ამ გადაცემას გულისხმობთ, ანუ ბიზნესის გადაცემას მომავალი წელს არა. კარგი, მაშინ მოდით ვცადოთ, თქვენ გაქვთ შანსი მოიგოთ სასწორი, რომელია სწორი პასუხი ალეკო? ანუ გავიმეორებ შეგვიძლიათ. კი ბატონო, კითხვა არის ასეთი, რომელი პროგრამა აწვდის მომხმარებელს ქურდობის ფაქტის შემთხვევაში დამნაშავის ფოტოსურათს საკუთარი, ასე ვთქვათ, მოწყობილობის წინა ფრონტალური კამერიდან? ეს არის Kaspersky Total Security, Kaspersky Internet Security Android, Kaspersky Hookholz და Kaspersky Safe Kits. რომელი?
მეგონი პირველი. Kaspersky Total Security? დიახ. დარწმუნებული ხართ? ნუ რა ვიცი, ესე მგონი. კარგი, მაშინ სამწუხაროდ თქვენ ვერ მოიგეთ სასწორი, ვინაიდან დარწმუნებულია მსვენელი, მაგრამ მოიგეთ აი ეს ფლეშ ბარათი, რომელიც კამერაში ჩანს. ჩვენ აუცილებლად გადმოგირეკავთ ალეკო გადაცემის დასრულების შემდეგ და აგიხსნით თუ სად და როგორ შეგიძლიათ კუთვნილი ფლეშ მოწყობილობის მიღება. სამწუხაროა, რომ დღეს ვერ მოვიგეთ სასწორი, რომელიც დარჩა ჩვენ სტუდიაში. და გათამაშდება უახლოეს მომავალში. მანამდე კი გავაგრძელოთ გადაცემა. მე შეგახსენებ დღეს ჩვენი სტუმარია სალომე ხუხია, დამფუძნებელი, ერთ-ერთი დამფუძნებელი კომპანიისა Gatsby, event კომპანიისა, რომელიც გახლავთ სტარტაპი, რომელიც საკმაოდ რთულ პერიოდში წამოიწყო, ესე ვთქვათ, მოღვაწეობა ამ კომპანიამ და მიუხედავად დიდი გამოცდილებისა, ფაქტურად დღეს უწევს ლოდინი იმისა თუ როდის გადაივლის პანდემია. თუმცა ძალიან ბევრი სფეროა დღეს სალომე ამ კუთხით და ალბათ ეს არის ერთადერთი დამამშვიდებელი გარემოება თქვენთვისაც და ჩვენთვისაც. მოდი ვისაუბროთ Gatsby-ის მომავალზე. პირველ რიგში, თუ გაქვთ გათვლილი თქვენ და თქვენს პარტნიორს და თქვენს გუნდს, რომელიც არა მხოლოდ ორი ადამიანისგან, არამედ რამდენიმე ადამიანისგან შედგება, რა დატვირთვას შეიძლება გაუძლოს კომპანია Gatsby იმ შემთხვევაში, წარმოვიდგინოთ კარგი დრო, როცა პანდემია გადაივლის, როცა ჩვენ დაუბრუნდებით ჩვეულებრივ ცხოვრებას, თქვენი მაქსიმალური შესაძლებლობა დღეის მონაცემებით. აი თვეში რამდენი ივენთის ორგანიზება შეგვიძლია ერთდროულად ჩავატაროთ? დღეში მაქსიმუმ შეგვიძლია 2 ორგანიზება. დღეში 2 ორგანიზება. ან თქვენ გინდა თქვათ რომ 60 ივენთის ორგანიზება შეგვიძლია თვეში? კი, მაქსიმალური რაოდენობით. ყოველგვარი ხარვეზების გარეშე? კი, სრული დატვირთვა თუ მივცემთ ამ საკითხს, საკმაოდ რთული, ესე ვთქვათ, სამიზნე. საკმაოდ რთულია, კი, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ორგანიზებულად შეგვიძლია რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ ხარისხიანად და ანუ მაქსიმალურად ვეცადოთ რომ მომხმარებელი კმაყოფილი დარჩეს და რაღაც შენიშვნები არ. გასაგებია, თუმცა თუ იყო თქვენს პრაქტიკაში უკმაყოფილო მომხმარებელი, ამას ყველას ვეკითხები, არის თქო რომ ჩასაფრებული პოზიციიდან. ჯერჯერობით მართლა არ ყოფილა. და რაღაცა დაგაგვიანდათ რაღაცა ისე არ იყო, ტორტი იყო უგემური, არ ვიცი რა მიზეზი შეიძლება. არა, ჯერჯერობით მართლა არ გყოლია უკმაყოფილო მომხმარებელი. და იმედია არც გვეყოლება მომავალში. სერვისზე რომ ვისაუბროთ, ეს არის ყველაფერი ერთ ფანჯარაში პრინციპით, ანუ თქვენთან მოსვლის შემთხვევაში კიდევ გვიწევს ივენთის ორგანიზებისას რაიმე სახის დაკვეთის ვინმესთვის მიცემა თუ ყველაფრის ორგანიზება თქვენზე გადმოდის? ყველაფრის ორგანიზება ჩვენთან შეუძლიათ, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც ესეთი, ჩვენ თანამშრომლობთ ასევე დამბოსთან, რომელიც ანიმატორები ყავს და ანუ ანიმატორები მოდიან ბავშვებს ართობენ, იცმევენ სხვადასხვა ფორმებს, ანუ მომხმარებლის კუთხით, ანუ ვის რომელ ბავშვს რომელი ანიმატორი უფრო უყვარს, მოსწონს და ასე შემდეგ, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ როცა მომხმარებელი მოგწერს, შეუძლია ყველაფერი ჩვენთან შეუკვეთოს და ჩვენ მივაწოდოთ ეს პროდუქტი, ესე ვთქვათ, მომხმარებელს მაქსიმალურად. არ მოუწევს მას რაღაც ზარების განხორციელება, რაღაცის შეკვეთა და ასე შემდეგ სხვაგან. არ მოუწევს. ძალიან კარგი. ესე იგი ერთი ფანჯრის პრინციპი აქაც მუშაობს და როგორც დამფუძნებელს ისე გკითხავთ, ამ შემთხვევაში მე ვხედავ რომ საკმაოდ ვთქვათ ახალგაზრდა ადამიანისგან წყობა იგრძნობა და იგრძნობა პერსპექტივებისადმი ლტოლვა. თქვენ შემთხვევაში როგორ გესახებათ თქვენი კომპანიის Gatsby-ის განვითარება უახლოეს 2-3 წელიწადში, სად ხედავთ მას, რა არის თქვენი მიზანი? პირველ რიგში მედია 2021 წელს გადავაგორებთ ამ პანდემიას, მაგრამ ჩვენი მიზანი ის არის, რომ დავიმატოთ თანამშრომლები. იქნება ეს ერთჯერადად თუ მრავალჯერადი მოხმარებით, ანუ მთავარია რომ გავაფართოვოთ ჩვენი კომპანია, დავამატოთ ახალი ინვენტარი და განსხვავებული, რაც მთავარია. შევთავაზოთ ხალხს ორიგინალურისა და დახვეწილი გაფორმებები. და სამომავლოდ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს და იმედია ამ გეგმებს განვახორციელებთ ახლო მომავალში და პანდემიას გადავაგორებთ 2021 წელს. თუ ყოფილა, ასე ვთქვათ, საუბარი დაარსების დროს იმაზე, რომ თქვენი მომსახურება გასულიყო თბილისის ფარგლებს გარეთ. აი დავუშვათ სხვა ქალაქებს რომ მომსახუროთ. და თუ არის დღეს ეს სერვისი? ჩვენ სხვა ქალაქებშიც ვემსახურებით მომხმარებლებს, ეხლაც გვაქვს ეს სერვისი, უბრალოდ ვერ ვმუშაობთ, რადგან პანდემიაა, მაგრამ ვიღაცას უნდა და მცხეთაში გავუკეთებია ქორწილი, გავიფორმებია მცხეთაში. ასევე
სხვა ქალაქებში ბათუმში პრობლემას არ წარმოადგენს. პრობლემას არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ის რომ თქვა სხვა ქალაქში მომდეს ვიღაცის გაფორმება. მე ერთი კითხვა დამრჩა ჩვენი საუბრის ბოლოს სალომე და ეს კითხვა მინდა დავსვა უკვე როგორც ადამიანთან უბრალოდ და არა ბიზნესის დამფუძნებელთან ადამიანთან რომელმაც ერთ-ერთ ადამიანთან რომელმაც შეძლო საკუთარი იდეა განეხორციელებინა მეგობართან ერთად საქმედ ძალიან ბევრი თქვენი ასაკის ადამიანი გვისმენს დღეს ბევრი დამწყები ბიზნესმენი რითი შეიძლება სტიმული მივცეთ მათ და როგორ მიმართავდით სტარტაპერებს მოდი ასე დავარქვათ ესე ვიტყოდი სტარტაპერებს კიდევ ერთხელ განმეორდები რომ აუცილებლად თავიანთი მიზნების სურვილები ოცნებები ანუ ყველაფერი ეს მოიყვანონ რეალობაში და ბევრი დაბრკოლების მიუხედავად მათ შეძლონ ის რომ მიაღწიონ იმ საფეხურების გადასვლა მოახერხონ რაც მომავალში ესე ვთქვათ დაატკბობს და ბედნიერს გახდის იმიტომ რომ რასაც ხელს მოკიდებენ თავიანთი სფერო იქნება სამსახური არ აქვს ყველაფერი ეს ადამიანს უნდა სიამოვნებდეს, უყვარდეს და ამით ღებულობდეს დიდ სტიმულს ყველაფრისგან, რომ აი მან ეს შეძლო და გააკეთა, მაგრამ აქვე ვიტყოდი იმასაც, რომ ძალიან დიდი შრომა სჭირდება ამ ყველაფერს, იქნება ძალიან ბევრი ვარდნა, ასვლა ჩავარდნა ისევ დაცემა, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ფეხზე უნდა წამოდგნენ და თავიანთ მიზანს არ ჩამორჩნენ და იარონ წინ, რომ იმ წევრლამდე მივიდნენ, რაც მაგალითად ჩვენ გვაქვს გეგმაში და გვინდა რომ გავაკეთოთ. აი ესეთ პოზიტიურ ნოტზე უნდა დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მე შეგახსენებ ჩვენი სტუმარი გახლავთ კომპანია Gatsby-ს დამფუძნებელი, ეს არის ივენთების ორგანიზატორი კომპანია, გაფორმება და ასე შემდეგ, ყველაფერი ის რაც ივენთს უკავშირდება, სალომე ხუხია და მე პირველ რიგში მინდა წარმატებები გისურვოთ, ვიცი რომ ეს წელი ძალიან რთული იყო და ძალიან რთულ პერიოდში გადადგით ეს პირველი ნაბიჯები სერიოზული ბიზნესისკენ და იმედი მაქვს რომ 2021 წელი ჩვენ Gatsby შევხვდება ძალიან ხშირად, ძალიან ბევრი ივენთზე და მე მხოლოდ მივესალმები იმას რომ სტარტაპი მიაღწევს ესეთ წარმატებას და უახლოეს მომავალში იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით უკვე ასე ვთქვათ გამოცდილებაზე სასაუბროთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მადლობა მობრძანებისთვის. დავიმშვიდობებით სალომეს, მეც გემშვიდობებით მეგობრებო. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით უკვე შემდეგ გადაცემაში, ის იგეგმება ხუთშაბათს 10 დეკემბერს. ტრადიციულად 15 საათზე და იმედი მაქვს რომ კიდევ უფრო საინტერესო და საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას, გავაფრთხილდით თავს ერთმანეთს და შევხვდებით. მადლობა ყურადღებისთვის. ეთერს ბეგი უძღვებოდა ეს მომავალი თაობის ბიზნესია. კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია Kaspersky წარმოგიდგენთ. ბიზნეს გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი. ორშაბათს და ხუთშაბათს 15 საათზე. რა გამოწვევების წინაშეა ბიზნესი საქართველოში? კრიზისიდან გამოსვლის გზები ახალი რეალობის პირობებში. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების კომპეტენტური აზრი და გადაწყვეტილებები პირდაპირ ეთერში. ორშაბათს და ხუთშაბათს 15 საათზე. მომავალი თაობის ბიზნესი. ჩვენებურზე. Kaspersky. გააქტიურე მომავალი.